ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების აკრძალვის ნორმა არ ჩაიდება, ისინი შიმშილობას და აქციებს დაიწყებენ. ამ ჯგუფს წარმოადგენს გია კორკოტაშვილი, რომელიც ახლა ჩვენი გადაცემის სტუმარია და მასთან საუბარს ვიწყებთ. ბატონ გია, იქნებ გვითხრათ, რატომ ხედავთ ასეთი ჩანაწერის აუცილებლობას და ვის მიმართეთ კონკრეტულად ხელისუფლებაში? მოგესალმებით, ჩემოდიანა და თქვენ მაყურებელს მივესალმები. მადლობა. აუცილებლობა გამოიწვია თვითონ იმან, რომ კონსტრუქციულად შეხვედრები კი მიდის, მაგრამ მაინც სამხრივად თავის გაჯიუტებულ აზრზე არის ხელისუფალი და ამბობს ეგეთ რამეს, რომ აუცილებლობა არ არის კონსტიტუციაში ჩაიწეროს ამ სახით, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყიდული იქნეს, არ იქნეს გაყიდული უცხოელებზე. და ამას დაარეგულებს ორგანული კანონი. ჩვენ ახლა იცით რაშია საქმე, სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაციები და ყველა არის ერთ აზრზე, ვისაც იქ შიშიც არის ცოტა უნდობლობის მომენტი ხელისუფლებისადმი და იცით ისეთ რამეს ვთავაზობთ ჩვენ, რომ ამ ადამიანებისთვის, ვინც ფორმირებას აკეთებს ახლა დღევანდელი კონსტიტუციის, არაფერს არ წარმოადგენს, არავითარ თავის ტკივილს არ წარმოადგენს, რომ ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში ამ სახით. რატომ არ წარმოადგენს? ჩვენ რო ვიყოთ პირველები ან ისეთი ადამიანები, რომლებიც ახალ რაღაცას იგონებდნენ ამ ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში, როგორც გნებავთ, ისე დავარქვათ, სხვა რა არის, მაშინ პირველი მერცხლები თითქოს უნდა ვიყოთ, მაგრამ ესეთი პრეცედენტები არის და თუ მიბაძვაა და თუ არის საშუალება, რომ ჩაიწეროს ან არ ჩაიწეროს, ხედავ შეკაი დედმამიშვილო, რომ ამხელა ნებათა ღელვას იწვევ. ადამიანების დიდი რაოდენობა ფიქრობს, რომ აი დიდია ეს რაოდენობა, ბატონ გია და თქვენ, აი რა პრობლემას ხედავთ იმაში, რომ აი უცხოელი ბიზნესმენი შემოვიდეს, რაღაც ტერიტორია მიწის იყიდოს იქ, რაღაც ბიზნესი წამოიწყოს, ვინმე დაასაქმოს, ანუ რა საშიშროებას ხედავთ ამაში? ჩემო კარგო, რა საშიშროებას ხედავ და ეხლავე გეტყვი რა. სასოფლო-სამეურნეო მიწები დღეს ერთი მიმდინარეობაა, ერთი ჯგუფის ამბობს ხელისუფლების დამცველები ვინც არიან და მათი ელექტორატი, ასე ვთქვათ, ისინი ამბობენ, რომ ისედაც დაუმუშავებელია, ზარმაცია ეს ქართველი კაცი და ბარემ ისინი ჩამოვიდნენ და ამუშაონ. კაცო, იმდენი რამეა ქართველი კაცი შეიძლება ვერ აკეთებს სრულყოფილად და შემოუშვა და გავაკეთებინოთ მაშინ იმ უცხოელებს რა. სულ თავი ბოლო რომ დაითვალეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები რომ შეისყიდოს ვიღაცამ იმ ფასით, რაც თქვათ აუდიტორის მიერ არის დაწესებული ან სახელმწიფო როგორც ყიდის, სადღაც 3 მილიარდ ნახევრიდან 4 მილიარდამდეა. დღევანდელ დუხჭირ ცხოვრებაში და იქიდან გამომდინარე, რომ არაბულ ქვეყნებში საკმაოდ დიდი ფინანსები არის დაგროვებული, ამ ნავთობიდან მიღებული, არის მარცხენა ფულებიც, არის მარჯვენა ფულებიც, ხო? ამ ფულებზე შეიძლება ისე გათეთრდეს და ისე იყიდოს უცხოტომელმა ეს ჩვენი ქართული მიწები, რომ არაფერი აღარ დარჩეს საქართველოს. თუ ეს მასიურად რასიზამს ეხლა თავის სახელმწიფოს ხო არ შექმნის შუა ქართლში ან კახეთში. მოდით ნიკა ობოლაძეს მოუსმინოთ. აი ეგ მიკულს ეხლა შენგან, რომ თავის სახელმწიფოს ხო არ შექმნის. თავის სახელმწიფოს კი რასაც უნდა იმას შექმნის. საკუთრებაში რომ გადავა მთელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები, აი რასაც უნდა და რა დანიშნულებითაც უნდა იმ დანიშნულებით. ერთი კაი დედმამიშვილი ცხვირი შეყოს მერე საკუთრებაზე ვინმე მაბა, რა დაარეგულირებს სახელმწიფო იმას, რომ თუ იმას განსაზღვრავს რა უნდა გაუკეთოს, რასაც უნდა იმას გააკეთოს. ძალიან მარტივ რამეს გეუბნებით რა. მე თქვათ, აი მზაკვარი უცხოელი რო ვიყო და შევისყიდო ქართული მიწები. ჩამოვასახლებ ჩემ უცხოტომელებს, რომელიც სულ შეიძლება ნახევარ კაპიკად მიკეთებდნენ საქმეს, მონების სოფლებს გავაკეთებ და ისე ვაწარმოებ ჩემსას რაც მინდა. ქართველმა გლეხმა რა გააკეთოს მაშინ?
აი გამაგებინე. კარგით, ბატონ გია, თქვენი ოპონენტები როგორ ფიქრობენ, მოусმინოთ, ნიკა ობოლაძე ის გირჩს წარმოადგენს. ნიკა, გისმენთ თქვენ რა როგორ ხედავთ რა ჩანაწერის აუცილებლობას და აი ამ შიშებს რას დაუპირისპირებთ, რომელიც ბატონ გიას აქვს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და როგორც მაგალითად ეხლა სურს სახელმწიფოს რომ ქართველ მესაკუთრეებს რაღაც შეზღუდვები დაუწესოს, პირობითად ეგრე შეიძლება რომ მომავალშიც დაუწესოს. გარდა ამისა, მე მგონია რომ შიშები რომ უცხოელები იყიდიან ჩვენს მიწებს და დაიპატრონებენ, არის თითიდან გამოწვეული, იმიტომ რომ ეხლა როდესაც ბაზარი წინა ათწლეულების მანძილზე იყო ღია, მხოლოდ 0.7% იყიდეს ქართული მიწების, ანუ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების და მიწის ფასი ჩვენთან არის 30-50 ჯერ უფრო იაფი, ვიდრე არის მაგალითად ევროპაში და თუ ესეთი მოთხოვნაა ჩვენ მიწაზე, რატო არ შემოდიან, მაგრამ მთავარი პრობლემა რა არის? მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრებლებს დაახლოებით გააჩნიათ 0.4 ჰექტარი მიწა, რაც არის მთელი მათი ავლადიდება და რაც მათ დაუტოვა მამა-პაპამ, დაუტოვა ბაბუამისმა, პაპის პაპამ და მათ შორის რაღაც იომეს იმისთვის რომ ეს საკუთრება გადასულიყო მათი შთამომავლების ხელში. ანუ ეს ცოტა მიწის ფლობელები არიან. კი, ეს არის ძალიან ცოტა მიწა. ამ ადამიანებს აქვს ცოტა ქონება, მაგრამ ამ ადამიანებს ამ ქონების დაახლოებით რაც მათ ეკუთვნით, დაახლოებით ამ ქონების მესამედი აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული, დანარჩენი უბრალოდ სახელმწიფოს აქვს მიტაცებული და არ ურეგისტრირებს მათ. თუ ადამიანებს კანონიერ პრობლემაში არსებული მიწები, კი ბატონო, სახელმწიფომ მისცეს ამ ადამიანებს დაუკანონოს ეს მიწები? სახელმწიფომ პრობლემა, თუ ამ ადამიანების კანონიერ პრობლემაში არსებული მიწები დაუკანონდება ქართველ გლეხს. იმ ადამიანებს, ვინც 10 წლეულების მანძილზე ამ მიწას უვლიდა და ამუშავებდა. ამ შემთხვევაში ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების 90%-მდე გადავა ქართველი ადამიანების საკუთრებაში. და ამის შემდეგ, ანუ ქართველი მესაკუთრეების საკუთრებაში. ანუ საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში. ამას გულისხმობდი. ამის შემდეგ ჩვენ რომ დავუშვათ და სულ რომ მთელი მსოფლიოს კაპიტალი დაიძრას იმისკენ, რომ ჩვენი მიწები იყიდოს. მოხდება ერთადერთი რამე, ფასები გაიზრდება კატასტროფულად და გამდიდრდება ქართველი გლეხი, ისინი აღარ გაყიდიან მიწას, უბრალოდ შეიძლება სესხი გამოიტანონ, ინვესტიცია ჩადონ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ რეალურად თუ ჩავწერთ კონსტიტუციაში, რომ მიწების გასხლისება კერძო მესაკუთრეს საქართველოს მოქალაქეს აეკრძალოს სხვა ადამიანებისთვის, ამ ადამიანებს, ანუ საქართველოს მოსახლეობას, კერძო მესაკუთრეებს ვუმცირებთ თავიანთი ქონების ღირებულებას. აი და თუ ჩავწერთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალოს, როგორც ბატონი გია თავაზობს. ანუ ქართული ბაზარი, საქართველოს ეკონომიკა არის დაახლოებით 35 მილიარდი ლარი. მაშინ როდესაც სოფლიოში ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი ტრიალებს და სადაც ნახავს უკეთეს საინვესტიციო მდგომარეობას იქ რაღაც დაინვესტირდება. ამ შემთხვევაში თუ შენ ქართველ მესაკუთრეს უკრძალავ, რომ კონდეს მსოფლიო ბაზართან წვდომა, რა თქმა უნდა ფასები დაიკლებს. უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ თუ მთელი კაპიტალი ან ბევრი კაპიტალი დაიძრება ამ კერძო მესაკუთრეების ქონების შესაძლებლად, ეს კერძო მესაკუთრეები ხომ ჭკვიანი ადამიანები არიან, ისინი აღარ დაიწყებენ ამათ გაყიდვას, რომ შეხედავენ რომ ფასი იზრდება. ამ შემთხვევაში ისინი უბრალოდ დაელოდებიან კიდევ ფასი სანამ არ გაიზრდება, ფასი უფრო მეტად გაიზრდება და ამის შემდეგ უკვე იმდენად რენტაბელური გახდება ქართული სოფლის მეურნეობის წარმოება, მას შემდეგ რაც მიწის ფასი გაიზრდება, მოიზიდავენ ინვესტიციებს, ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანენ და ასე შემდეგ. განვითარდება ეკონომიკა და ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში დაახლოებით 0.4 ჰექტარი არის ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობაში, მაშინ როდესაც ყველაზე ცუდ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ნორვეგიაში არის 35-40 ჰექტარი და კანადაში არის სადღაც 300 ჰექტარი. ბატონ გიას მინდა ვკითხო, 30 ჯერ და 50 ჯერ იაფი ყოფილა ჩვენთან მიწა ვიდრე სხვაგან და მაშინ როდესაც არანაირი აკრძალვა არ არსებობდა, ისე ვთქვათ, არ დაძრულა არავინ უცხოტომელი რომ ეყიდა. თუ შეიძლება ბატონ ნიკას მინდა რომ მივმართო. ბატონო ნიკა, თქვენ გირჩის წარმოადგენლები ძანდები და თუ ესეთი ზრუნვა გქონდა თქვენ დირექტორაც, ვინც არიან თქვენ დირექტორები გირჩში, არ შეეძლოთ ის 0.4 მიწა 10 წლის განმავლობაში ნაცები რო იყვნენ სათავეში, გაეკეთებინათ ისე რომ ცოტა მოემატებინათ. იყვნენ ხელისუფლებაში, გირჩის წარმომადგენლები არასდროს არ იყვნენ ხელისუფლებაში. გირჩი პირობითად თქვია, თორე ნაციონალები არიან თქვენ სათავეში და ნაციონალური მოძრაობა როცა იყო ხელისუფლებაში, მე სკოლაში ვსწავლობდი. თქვენ აშუაში ხართ, თქვენ ვერაფერს ვერ წვითავთ. თქვენი იმამები ვინც არიან, ეხლა ჯაფარიძე და ისინი. ჯაფარიძე არასდროს არ იყო ხელისუფლებაში.
რა წანებდა ხელისუფლებაში მოგვიანებით შეუერთდა ის ნაციონალურ მოძრაობას ბატონ გია, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში აღარ იყო. დააგვიანა. ხო და ერთი რამის კითხვა მინდა, ჩემო კარგო რა. ამ მიწებს რო გინდათ რომ გაასკვიცხოთ, ეს პლანი მაინც ad უნდა დათესოთ, ეგ გამაგებინეთ. თუ ქართული მიწა აღარ გექნებათ, ისევ ქოთლებში გინდა დათესოთ. ანუ ეს არის მთავარი არგუმენტი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ასაც ედავებიან არის ის, რომ ყავდა 300,000 პრობაციონერი, მათ შორის უმრავლესობა იყო მარიხუანის გამო გასამართლებული და რადგან ეს არის უსამართლობა, რომ მარიხუანის მოწევის გამო ადამიანებს იჭერენ და ჩვენ ამას ვებრძვით და მათ შორის ვებრძვით პირადი თუნდაც რაღაც უსაფრთხოების ხარჯზე, იმიტომ რომ ამის წინააღმდეგი არის ბევრი, ამას თუ გადმოგვაბრალებდით თქვენ რომ ესაა ცუდი საქმე, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანები არ დაიჭერენ. არა, სად უნდა დათესოთ მეთქი, ისე მეგობრულად გეკითხები თორე. ერთი რა ბატონონიკა მაპატიეთ ეხა ერთ რამეს ვიტყვი მე ძალიან შეიძლება ჩვეულებრივად როგორც ადამიანს ყველას ბატონ ჯაფარიძესაც ჩვეულებრივად ადამიანმა ადამიანს პატივი ვიქცეთ, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა რა. მე ვერ გენდობით ძმაო და მოდი ეს საკითხი ქართულმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინც უმრავლესობა ფიქრობს. მე არ ამგონია რომ თქვენ იმაზე ჭკვიანი ადამიანები იყოთ, შეურაცხყოფათ არ მიიღოთ, რომ იმ ადამიანებზე, რომელსაც ევროპულ ქვეყნებზე, რომელმაც თავიანთ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ გაყიდვა მიწის სხვა უცხოელებზე არ შეიძლება. მეორე თემა ინვესტიციები, თქვენ რასაც ბრძანეთ, ძალიან მშვენიერი რეგულაციები არსებობს თემ სოფლიოში ამის, როცა ქართველი პარტნიორად შეიძლება იყოს აქაური მიწის ფლობელი, პარტნიორი იყოს და ინვესტორად შემოიყვანოს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ელემენტარულად ჩვეულებრივად აქ გაფორმდეს რაღაც იურიდიული დოკუმენტი, რომლითაც უბრალოდ არ იქნება ის ფლობელი, მაგრამ იქნება იმ ფირმის თუ რაიმე სახის ამ ფლობელი, რომლითაც რეგულაცია შეიძლება კონდეს და საკუთრებად კონდეს, მაგრამ თვითონ მასზე ეს მიწა არ გაფორმდება. ამით ძალიან ბევრ ქვეყნებშია საერთაშორისო პრაქტიკა მიღებული, სადაც იქაური იმ გეოგრაფიაში მყოფი ადამიანები მაგით სარგებლობენ, რომ გასაგებია, ბატონ გია, 27 მაისიდან აპირებთ ბატონიკა უკაცრავად, ვინაიდან ბატონ გიას ორგანიზაცია აქტივობებს გეგმავს, ბოლოს შეკითხვას ისევ მას დაუსვამ, 27 მაისიდან რას გეგმავთ, იმიტომ რომ არ ამგონია რომ მანამდე ასეთი ჩანაწერი გაჩნდეს კონსტიტუციის პროექტში. ჩემო დიანა, მე მინდა რომ იცით რა ვთქვა პირველ რიგში, რომ ჩვენ პირიქით გულშემატკივროთ ჩვენ ხელისუფალთ, რომ მათ ICG-უტე და ისინი გადაყარონ გვერდზე და ელემენტარულად რაც ქართველი ხალხის ნება ის უფრო მაღლა დააყენონ, თუ შეიძლება არ შეგვდება, მაგრამ ვიდრე ვენეციის კომისიის თემა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამ მიწაწყალზე ოდით განვეცხოვრობს და უნდა იცხოვროს კიდევაც და მათ ფლობელობაში უნდა იყოს მეტი წილი მიწები. გასაგებია, დიდი აი ეს არის მთელი რეზიუმე და 27 შემდეგ თუ არ არის ჩვენ პირობა ვთქვით და მთელ საქართველოს და ქართულ ხალხს და მთელ სოფლიოსაც გვინდა დავანახოთ, რომ ესი არ არის ბატონებო რა. ჩვენ თავგანწირვებიც ვართ, გამწირველებიც ვართ ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც ქართულ ჩაიწეროს ქართულ კონსტიტუციაში ქართული სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე არ გაყიდვა. გასაგებია, ნიკა გისმენთ თქვენ ბოლოში რეზიუმეს სახით, თქვენ კი ბატონო, შეწინააღმდეგებით ამ პროცესს თუ კი ბატონო, მე ჩემი არგუმენტები ვთქვი, დროც ნაკლებია, უბრალოდ ერთ რეპლიკას ვეთქვი, ბატონმა გიამ თქვა, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოსო და მე ვფიქრობ, რომ დიახ, ეს მიწა არის ქართველი ხალხის საკუთრება და თუ შევეკითხებით ქართველ ხალხს, ისინი არ გადაწყვეტენ, რომ მათი უფლებები იყოს შელახული და მათ არ ქონდეთ თავისუფლება თავიანთი კერძო საკუთრება ისე განკარგონ როგორც უნდა. ქართველი ხალხი იტყვის ნიკა, რომ არ ჩაწეროთ კონსტიტუციაში. ქართველი ხალხი იტყვის, რომ თავად თვითონ გადაწყვეტენ თავის კერძო საკუთრებას. ხო და თავად თვითონ გადაწყვეტენ რას ნიშნავს? ანუ ვისაც უნდა ჩაწერენ თუ არ ჩაწერენ? ქართველი ხალხი იტყვის, რომ ჩვენ გადავწყვეტ გავყიდოთ უცხოელზე თუ არ გავყიდოთ უცხოელზეო. იმიტომ რომ ისინი ჭკვიანი ადამიანები არიან და თავად გადაწყვეტენ. გროს სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. დღეს ისეთი მდგომარეობაა, ჩემო ძვირფასო, რომ დღეს შეიძლება ქართველმა კაცმა, რომელიც დუხჭირად არის, ხო, გაყიდოს ყველაფერი. ანუ მისთვის აზრის დაკითხვა შეიძლება. არა, მაგის რეგულაცია ეგრე არ შეიძლება. 27 მაისის შემდეგ თქვენ აუცილებლად მოგიწევთ და კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. ჯობია თქვენ მომბრძანდეთ იქ სადაც დავждებით საშიმშილოდ და გაგვიშუქოთ ეს ყველაფერი. კარგით ბატონო და ბოლოს მაყურებელს ვეთქვი, რომ დეკანოზმა
გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს ხდომა დატოვა და ადვოკატებსაც პროცესის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. ეს გადაწყვეტილება მისი მოჰყვა ხდომის დახურვის შესახებ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. პროტესტის ნიშნად ტოვებს ხდომას და მოუწოდებ ჩემს ადვოკატებს დატოვონ სასამართლო. თქვა მამალაძემ პროცესის განხილვა მთლიანად დახურულ ფორმატში გადაინაცვლებს. საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა იქნება დღის ამბებში 4-ზე ჩვენი სტუმარი, ასევე ჩვენ ყველა იმ თემას, რომელიც ამ წუთებში თქვა გრძელდება, აუცილებლად მოგიყვებით მის მიმდინარეობის შესახებ დღის ამბებში 4-ზე. ახლა ელენე კვანჭელაშვილი და ბიზნეს ანალიტიკა ეთერში.